ჟურნალის თემა იყო სოხუმი ბათუმი და ჩვენი ძირითადი სათქმელი იყო და ჩვენი მიზანი იყო ესეთი ლიტერატურული ხიდი გადაგვედო ბათუმსა და სოხუმს შორის ამ ორ ქართულ ძირძველ ქართულ ქალაქს შორის და ამ ლიტერატურულ ხიდზე გადაგვეტარებინა ის მწერლები, ის შემოქმედები, ის პუბლიცისტები, რომლებიც თავიანთი არსებობით, თავიანთი შემოქმედებით ეფერებიან უმთავრეს, რასაც ქვია ჩვენი სამშობლოს საქართველოს ერთიანობის იდეა. ჟურნალში დაინტერესებული მკითხველი წაიკითხავს ძალიან მაღალი დონის პუბლიცისტიკას. გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს კავშირს და ჩვენს მუდმივ მზაობას. გვერდში დაუდგეთ ყველა იმ კეთილწამოწყებას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ძმების, აფხაზი-დებისა და ძმების მხარდაჭერას, მათი კულტურის პოპულარიზაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარა იყოს პლატფორმა, სადაც მუდმივად მოხდება აფხაზური კულტურის, აფხაზური ენის მხარდაჭერა, განვითარება. ვულოცავ ყველას ამ ნომრის პრეზენტაციას, არაჩვეულებრივი ნომერი არის და ჟურნალი, რომელიც მოგვითხრობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ დღესაც. მე სიამოვნებით დავესწარი და ზოგადად ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო გავაქტიურდებით და უფრო მეტ ესეთ ლამაზ ღონისძიებებს დავგეგმოთ, სადაც გაერთიანებული იქნებიან ქართველი და აფხაზი ადამიანები, მით უფრო მალე მგონია, რომ დასრულდება ეს ჩვენი დიდი კონფლიქტი და მგონია, რომ კულტურა გვიშველის.